მოგესალმებით თქვენს მე რადიო პალიტრას FM 103-ზე გიყურებთ პალიტრა TV-ზე ეს არის გადაცემა პროვოკატორი დღეს ბატონი ირაკლი აბესაძეა ჩვენი სტუმარი საქართველოს უკაცრავად თბილისის საკრებულოს თუმცა საქართველოს გაერთიანებული ნაციონალური მოძრაობის წევრი და დედაქალაქის საკრებულოს წევრი სავეგამ პოლიტიკური ორგანიზაციიდან მოგესალმებით ბატონო ირაკლი მოგესალმებით კეთილი იყოს თქვენი ფეხი ჩვენს გადაცემაში ერთი იშვიათ თაგანი ხართ ქართულ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ასე ვთქვათ ასპექტში ვინც ჩვენთან ნაყოფი არ იყო მიხარია რომ გმასპინძლობთ დღეს დიდი სიახლეებით გაიღვიძა საქართველოს ერთი სიახლით ასე ვთქვათ მაგრამ ვთქვათ ლევანიაშვილის არც თუ ისე მიწყენს და მნიშვნელოვანი ვთქვათ თავისი პოლიტიკური დატვირთვით სამინისტროს ხელმძღვანელის გადადგომამ გამოიწვია ძირეული ცვლილებები საქართველოს მთავრობაში რაც მე გონია რომ საძინდარი გახდება დიდი პოლიტიკური ალიაქოთისა ალბათ თქვენს პარტიაშიც ემზადებიან ამისათვის ალბათ ხელებსაც იფშვნეტენ ახლა რაღაცნაირად თუმცა მოდით დავიწყოთ იქიდან სადაც თქვენ ხართ ანუ დედაქალაქიდან რომელზეც ვერანაირად ვერ ვიტყვით რომ დავიწყოთ აი ლოკალურად ანუ ვიწრო იმიტომ რომ დედაქალაქი მე მგონი თბილისი ერთი იშვიათ თაგანია იმ ქალაქებში შეიძლება თამამად ითქვას სოფლიოში რომელიც ძალიან დიდწილად განსაზღვრავს ესე ვქვია კლიანტ ქვეყნის პოლიტიკას რა ვიცი აი დაახლოებით ну თქვა არ მგონია რომ მაგალითად ისეთი მნიშვნელოვანი იყოს რომელიმე ქალაქში თბილისის მერის არჩევნები მაგალითად საკრებულოს ჩვენთან რაც ხდება როგორც თბილისში მაგალითად როგორც ნიუ-იორკში ნიუ-იორკის მერი ძალიან დიდი კაცია ფაქტობრივად შეიძლება ითქვას რომ პრეზიდენტის მერე თან ალბათ ინდივიდუალურიც არის ხა ჯულიანი იყო ეგეთი და ამიტომ თბილისის საკრებულო არ არის თქვა ისეთი ხელწამოსაკრავი ამბავი ამას არ გეუბნებით იმიტომ რომ თქვენი ხართ იმიტომ რომ ეს არის რეალობა ხოლო თბილისის საკრებულოში ხდება არც თუ ისე სასიამოვნო ამბები მე როგორც ვიცი ყოველ შემთხვევაში რო გადავხედეთ თქვენს ბოლოდროინდელ აქტივობებს სულ რაღაცა არ მოგწონთ და არ მოგწონთ არა მხოლოდ იმიტომ რომ ამას პარტიული კუთვნილება გავალებთ არამედ ხანდახან ისე შიგადაშიგ რაღაცა არგუმენტებიც მოგყავთ ხოლმე მე მომწონს სუბიექტური ბრძანდებით, თუმცა მაინც ობიექტურად ასე ვთქვათ, ბოლოს აღნიშნეთ, რომ არა, როდესაც საუბრობთ და ბოდიში დავიწყებთ, ალბათ, რა ქვია, მოკლედ, სწორედ თბილისის საკრებულო, ალბათ, ბატონ ზვიად არის ერთ-ერთი გამონაკლისი ბოლო წლების განმავლობაში, ასე ვთქვათ, ოპოზიციური საქმიანობის კუთხით და კარგი გამონაკლისი ზუსტად იმ მიმართულებით, რომ ჩვენი კრიტიკა ყოველთვის არის თემატური, ყოველთვის არის მიმართული კონკრეტული განხორციელებული სამეურნეო მოქმედებებისკენ. ჩვენ არ გამოურჩევით პოლიტიკური კრიტიკით ბატონი მერის და მისი პოლიტიკური გუნდით, ჩვენ ყოველთვის საუბრობთ კონკრეტულ დაუგებელ გზაზე, ყოველთვის საუბრობთ კონკრეტულ შექმნილ პრობლემაზე ქალაქში, ინფრასტრუქტურულზე, სოციალურზე თუ ასე შემდეგ. მიღებულ გადაწყვეტილებებზე თბილისის მერის, რომელიც ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ არ არის ხოლმე დასაბუთებულ და რაც ყველაზე მთავარია, თქვენ თუ ასევე დააკვირდით, ჩვენ ყოველთვის ვთავაზობთ იმის ალტერნატივას რასაც თბილისის მერი მოქალაქეებს თავაზობს და მე მინდა გითხრა ძალიან მარტივად რომ ძალიან იშვიათად თბილისის კი ბატონო მე გეტყვით თქვა რა ალტერნატივებსაც თავაზობ და კარგი იქნება თქვა რომ ამაზე საზოგადოებას თქვენი ეთერის საშუალებითაც ვექნება საშუალება რომ ასე თქვა უთხრა ხო თბილისი მერია და თბილისის ინფრასტრუქტურა მე მინდა გითხრათ რომ ალბათ ეს იყო ყველაზე ნაკლები პრეტენზიები სწორედ თბილისის მერიის მიმართ გასულ წლებში მიმართული იყო სწორედ თბილისის მერიის სამეურნეო საქმიანობისკენ ჩვენ ხშირად ვისმენთ პოლიტიკურ კრიტიკას ყოფილი მერის ბატონი გიგი უგულავოსის ჩვენ ხშირად ვისმენთ ასე ვთქვათ პოლიტიკური თავისუფლების დასხმას მაგრამ სწორედ ინფრასტრუქტურის სამუშაოების კუთხით ახალი გზების შენებლობა ქალაქის განათება იქნება დასუფთავება იქნება თუ სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები და განვითარება ქალაქის ამ თვალსაზრისით ნაკლებად ისმოდა ასეთი პრეტენზიები და თქვენც რო დაფიქრდეთ ჩვენ მუდმივ გვესმოდა კრიტიკა გაკეთებული საქმე კარგი იყო თუ ცუდი მაგრამ არასდროს არის რომ და კრიტიკა რო არაფერი არ კეთდება ახლა ამეტანი ანგოლოზეთაც ნუ გამოვიდა არა მე გეტყვი თქვენ დარწმუნებული ვარ მოზადებული ბრძანებით და არგუმენტებს სიტყვით შემიძლია დაგარწმუნოთ რომ არ ჭირდება მომზადება იმას რომ
თქვათ ყოფილი ხელისუფლება, ან ყოფილი მერის და ქალაქის მთავრობის საქმიანობაში ნაკლი დაინახო და არგუმენტები ოპონენტს არგუმენტები წამოვა. რამაც ეხლა მაგალითად აი ამ წუთას ვათვალიერებდით, თქვათ თქვენ გამონათქვამებს და თქვენ აქტივობებს, როგორც გითხარით, თქვათ ბიძინა გიორგობიანთან დაკავშირებით, რომ დაამთავროს წუწუნი იყო ერთი ესეთი, მან რა ქვია, ნარმანიამ, კი, მაგრამ ბიძინა გიორგობიანს თქვათ ერჩით, იმიტომ რომ ის 30 ჯამთელი ხე მოიჭრა, ხო? არა, მე გეტყვით, რატომ ვერჩით ბიძინა გიორგობიანს და რატო ვერჩით თბილისის მთავრობას? არა, მე თქვენ კონკრეტულად ბიძინა გიორგობიანი და ის 30 ხის ამბავი. რატომ ზიათ, ხო? ყველაფერი თანმიმდევრულად. ხო, და ამიტომ თანმიმდევრულად, ამიტომ მე თქვათ ბიძინა გიორგობიანი და 30 ხე ახალი ამბავია და აქტუალურია. რა თქმა უნდა. თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ კონკრეტული მშენებლობის განხორციელებისთვის მოიჭრას 30 ჯამთელი ხე. ასეთი გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, თქვენ შეიძლება შემახსენოთ, რომ სადღაც თქვენს გაქვთ მიღებული. მაგრამ განსხვავებას მე თქვენ ერთს გეტყვით, ბატონ ზვიად, დღეს თელი დღე ბიძინა გიორგობიანი ცდილობდა ემტკიცებინა, რომ ის ვალდებული იყო. გაეცა ესეთი თანხმობა, ის გაურბის პასუხისმგებლობას და მას მარტივად არ შეუძლია თქვას, რომ მე ეს გავაკეთე, იმიტომ რომ სწორია. და ეს პრობლემაა. რატომ არის იცით პრობლემა? როდესაც მან არ იცის, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება და ისე მიიღო, ნებისმიერ შემთხვევაში მისი გადაწყვეტილება იქნება არაპროგნოზირებადი. ზოგ შემთხვევაში არ იცის, მე თქვენ გეუბნები, თქვენ თუ უსმინეთ თავს არგუმენტებს, მე გეტყვით თუ ამის დრო გვაქვს ასე. გაგიკვირდება და მე უსმინე მის არგუმენტებს, როგორც რუსთავი ორზე, ასევე სხვა ტელეკომპანიაში და როგორ გაიგეთ რა არის მისი არგუმენტი? არგუმენტი იყო ის, რომ არსებობს მშენებლობები, რომ რა თქმა უნდა ცუდია ხის მოჭრა, რა თქმა უნდა ცუდა, მაგრამ არის ვთქვათ მწვანეთა მოძრაობა, არის Greenpeace, ან რომელიმე სხვა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც ხის მოჭრას ურჩევნია, რომ არ აშენდეს იქ მაგალითად 200 სართულიანი სახლი, რომელიც ძალიან სასარგებლოა. ამიტომ პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ. რას ნიშნავს პასუხისმგებლობა? პასუხისმგებლობაზე იღებენ გადაცდომაზე ან დანაშაულზე ან კარგქმედებაზეც უნდა გეხმოდეს, რომ მე გავაკეთე ეს, მე გადავწყვიტე ესას. ბიძინა გიორგობიანმა აირჩია სხვა გზა, მან თქვა, რომ საკრებულოს უნდა გაეცა თანხმობა, მან შუა გზაში ეს ნებართვა შეაჩერა და ასე ვთქვათ, გააუქმა ფაქტიურად ნაწილობრივ თავის გადაწყვეტილება. ეს გაუგებარი მოქმედებები და არათანმიმდევრულობა არის მახასიათებელი დავით ნარმანიას მთელი მთავრობის. აი ეს მერყევი ხასიათი რის გამოც დღეს დედაქალაქში მე დარწმუნებული ვარ, არც თქვენ მოგწონთ დღეს საგზაო ინფრასტრუქტურა დედაქალაქში. არც მე არ მომწონს, მაგრამ იცით რა, მე ხა მაგალითად სახლში მოვდივარ, შეიძლება თქვენს ხშირად გიწევთ ხოლმე სამსახურსა და სახლში შორის მოძრაობ გაგარინის ქუჩის და გაგარინის მოედნის გავლით და ვეფხიზა მიზებით. აი ეს მონაკვეთი არა მხოლოდ თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის, შევარდნაც და მე მგონი ჟავანაძიდან მოყოლებული ჩვენს მშობლებს ვუკითხოთ, იმას არ ეშველა არაფერი და იქ თქვენ დროსაც ძალიან ცუდი ასფალტი იყო და არ კეთდებოდა, ეხლაც ასეა, ის რა თქვენ ვამბობთ, გზები და ინფრასტრუქტურა, არა, გზები და ინფრასტრუქტურა ბევრ ადგილას არის გაფუჭებული ისეთი, რომელსაც მე ძალიან კარგად მახსოვს, რომ აი აქ საშვილიშვილოდ ვაკეთებთ ეხლა და ეს მინიმუმ 10 წელი იმუშავეს. მე შემიძლია გაგახსენოთ 98 წელს. 98-ს მე 10 წელი არ გასულა. შარშან უკვე გაფუჭდა მაგალითად სანზონაში, რა ქვია, მთავარ პროსპექტს, სადაც აი უკაცრავად 2008-ს გეუბნებით, ომის შემდეგ უკაცრავად 2008 წელს, ანუ 10 წელი არ გასულა. რაზე ვსაუბრობ? იმას ვსაუბრობ, თქვენი გაკეთებული გზებიც ფუჭდება და გავიგეთ, გაკეთებული შეიძლება გაფუჭდეს. გაკეთებულზე შეიძლება იმჟელო, კარგია თუ ცუდი. არ შეიძლება. იმიტომ არ შეიძლება რაღაცას რომ მომყიდი. რაღაცას მომყიდი და თქვენ მოსახლეობას ეკეთება ეს განსხვავებულია. თქვენ მოსახლეობას მიყიდეთ ის გზა, იმიტომ რომ გადასახედებიდან, ბიუჯეტიდან აკეთე ისევე როგორც ახლა ვყიდულობთ ამ ახალი ხელისუფლებისგან. ჩვენ მოვყიდეთ გზა, რომელიც 10 წელი იმუშავებდა და მან 5 წელი იმუშავა. მარტივ განსხვავებას გეუბნებით რა. რაღაცა კეთდება და საერთოდ არაფერი არ კეთდება. აი ეს არის დღეს ჩვენი ალტერნატივა და სურათი, რასაც ჩვენ არა, მე კითხვას არ ვსვამ. მე გეუბნებით რა ქვია კონკრეტულად, რომ დღეს საერთოდ არაფერი არ შემატებია 8 თვის გასვლის შემდგომ. თქვენ იცით დედაქალაქის მერის დარწმუნებაანგარიშსაც მოусმინეთ. მან იცი რაზე ისაუბრა, იცით რაზე ისაუბრა? ისაუბრა რომ დახარჯა 190 მილიონი ლარი და გამოაცხადა ბევრი ტენდერი. და მან კონკრეტული გაკეთებული საქმე ვერ დაასახელა 8 თვიან ანგარიში. და ფულის ხარჯვა პირდაპირ პროპორციული საქმის კეთების რო არ არის, ამაზე ხა ორივე ვსაუბრობ და ორივე ვხდით. მოდით, მაგაზე კიდევ ცალკე ვისაუბროთ, ფულის ხარჯვა და გაკეთებული საქმის ერთმანეთთან პროპორციაზე და ადეკვატურობაზე, იმიტომ რომ რაღაცები მახსოვს მე, რომ თლათ ადეკვატური, თლათ შესაბამისად, ეხლა ესენი რომ დაკომპლექსებული არიან. იმით რომ ვაიმე რამე არ შეგვეშალოს, ეჭვი არ მეპარებმა და შეიძლება თქვენზე მეტად საყვედურებდე ამ ყველაფერში. რა საკვირველია. თუმცა
მიდგომაში არის შეიძლება ჩვენს შორის ხობა, იმიტომ რომ წევან მე დავიწყე მას რიტორიკულად შეიძლება ვინმეს მოეჩვენოს მეთქი რასაც ახლა თქვა კითხვას დავშო, მაგრამ სრულიად კონკრეტულად სამ კითხავს ყოველგვარი რიტორიკული აი ქვეტექსტების გარეშე. მართლა საკითხავია, ჯობს რომ რაღაცა გააკეთო ცუდად თუ არაფერი გააკეთო. იმიტომ რომ თქვენ თქვით რომ ესენი ხო, იმიტომ რომ მე მაგალითად შეიძლება მე მირჩევნია რომ ცუდად გააკეთო. მე მირჩევნია საერთოდ ახლა მე ერთი რაღაცაც მაინტერესებს, ასე ვთქვათ, პირადად თქვენგან და ზოგადად, აი თქვენ წეხა ნახსენეთ, ნუწუწუნებთო ნარმანიას, რა ქვია, მოუწოდეთო. თქვენ და დღეს რა არის გასარკვევი და საინტერესო? დღეს კეთდება რამე თუ არა? მეორე რა კეთდებოდა წარსულში და კვლავ იმის შეფასებაზე ვისაუბროთ, თუ ასე ვთქვათ, ამ ყველაფერთან ერთად ვისაუბროთ მომავალში რა უნდა გასაგებია. მე ვფიქრობ ბატონ ზვიად, რომ დღევანდელი ხელისუფლება ცდილობს აიღოს ერთი გეზი, რომელსაც ასევე თქვენ რატომღაც ესეთი შინაგანი შთაბეჭდილება რჩება, რომ ამტკიცოს, რომ არ აქვს თუნდაც თქვათ პიროვნულად მე არ გაქვს შენ მორალური უფლება მე მემითითო შეცდომაზე. ესეთი ბუნებაში არ არსებობს. მე თუ შეცდომა დაუშვი, კი ბატონო, მე პასუხიც ვაგე პოლიტიკურად, თუ სამართლებრივად პასუხი უნდა ვაგო, სამართლებრივადაც უნდა ვაგო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მე ჩემი გამოცდილებით რა შეცდომასაც შენ საქმიანობაში ვხედავ, ამაზე არ მიგითითო. ამიტომ ნებისმიერ შემთხვევაში მე არ მესმის რატომ გასცენ შინაგანი აი ეს წმენა თუ რაღაც ახსენეთ, რომ თქვენ აი ესე ფიქრობთ. არანაირად, პირიქით, მაგას გეუბნებით, მაგრამ ისეც არა, რომ საერთოდ არ ვილაპარაკოთ. ხო, არა. მე ეხლა უკვე ზუსტად მანდ გადავდიოდი. მაგრამ როდესაც ჩვენ საუბრობთ ბატონ მერზე, რომ მორჩეს წუწუნს, ბატონ მე 8 თვის განმავლობაში ყოველდღიურად საუბრობ და წარსულში ჩავიბარეთ დანგრეული თბილისი. კი ბატონო, ჩაიბარეთ დანგრეული თბილისი. რას ნიშნავს დანგრეული თბილისი? 90-იანი წლების თბილისის დანგრეული იყო და 2014 წლის თბილისის დანგრეული იყო. შედარება არ არის. ამიტომ როცა დანგრეული თბილისი მართლა ჩაიბარა, რა ქვია, წინა ხელისუფლება, მაშინ არავის უწუწუნია რომ დანგრეული თბილისი ჩაიბარეს მაგალითად აღმაშენების გამზირი, რომელიც ფასადები ემხოლოდა. ეს ბატონს მეორეჯერ ძალიან გთხოვთ, ეს არ გაიმეოროთ. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. ყველა შენობა აღმაშენების გამზირზე არის კაპიტალურად გამაგრებული, მიწისქვეშა კომუნიკაციები გამოცვლილი. თქვენ შეგიძლიათ ჩაატაროთ. დღესაც ვიყავი და წარწერა არის. ფასადებს მიიღვა ნანგრევები, შეხვალ ეზოში. ეს აბსოლუტური, რა ქვია, ბატონზეა, ბოდიშრიფტი ამ გამოთქმისთვის, მაგრამ ტყუილი, თქვენ შეგიძლიათ თქვენი კამერები გაუშვათ, გააკეთოთ რეპორტაჟი ამ საკითხთან მიმართებაში. ფასადების შეღების სასაცილო კომპანია არ არის ეს არის ტყუილი. ფასადები იღებებოდა სხვაგან, მე ვსაუბრობ აღმაშენებლის გამზირზე. აღმაშენების გამზირი გაკეთდა კაპიტალურად. ის შენობები, რომლის ფასადი, ანუ აი, რა ქვია, თამარ მეფის ქუჩიდან მოყოლებული, ასე ვთქვათ, მარჯანიშვილის მეტრომდე, სადაც აღმაშენებელს გაკეთდა პირველ რიგში მდგომი სახლების, ყველა არის კაპიტალურად გამაგრებული. მიწისქვეშა თქვენ სახლს. იმ სახლში რო შედიხარ, აქვს შიდა ეზო, აი ეს სახლი არის აი ესეთი პ აბრაზნის რო ეძახე რუსული პს, ბერძნული ის მაგვარი რა წინა მხარიდან შედიხარ, იქ არის პორტალი, ნუ ანუ არკა თაღი, შედიხარ, ის წინა მხარე თქვენ ხელმახსოვრებელს ერთი წუთით და აი გვერდი ორი არის აბსოლუტურად მოუწესრიგებელი. გააკეთეთ ეს რეპორტაჟი და აჩვენეთ საზოგადოებას. ამაზე ჩვენ გვახსოვს საზაგაბონიას PR კამპანია განხილული, როდესაც ერთ-ერთ შენობაზე ყოფილი ვექსელის ასე ვთქვათ სასტუმრო შენობაზე, სადაც უკრაინელი ინვესტორის არის ის შენობა და უბრალოდ რომელიც არაკეთებდა ამ შენობაზე, რომელიც გიფსოკარდონით რო იყო გაკეთებული. აი ზუსტად იგივეს იმეორე. არ იყო ის მერიის მიერ გაკეთებული გიფსოკარდონით, გეტყვით ახლა ისტორიას, იმ შენობას საერთოდ არ შეხებია თბილისის მერია. იმ უკრაინელი ინვესტორს თუ ვერ გააკეთებდა და არაკეთებს ინვესტორი იყო. კი ბატონო. თორე ესეთი ინვესტორები ბევრი ყავს რა ქვია ქვეყანაში, ეგერ კალაძესაც ჰქონდა საინვესტიციო ობიექტი და არ გააკეთა, მაგრამ დღეს ვიცე-პრემიერი კონკრეტული ობიექტური მიზეზები აქვს. რაღაცა რო არ გააკეთა. არ ვიცი, აქვს ობიექტური, მაგრამ პასუხი მოითხოვს კალაძესაც და დავასრულო, ხო? ამიტომ არც ერთი თეთრი კონტროლის პალატის შენობაზე თბილისის მერის არ დახარჯულა. ის თავად ინვესტორმა იმის გამო რომ მთლიანი აღმაშენების გამზირის მოწესრიგება ხდებოდა, უბრალოდ ფაქტობრივად რეალურად მართლა შეფუთა შენობა და დააკოდა ის მშენებლობა, ასე ვთქვათ, რეკონსტრუქცია იმ შენობის არის დაკონსერვებული და არც ერთი თეთრი თბილისის მერიას იმ შენობაზე არ დაუხარჯა და თბილისის მერიას არ უთქვამს, რომ ის შენობა იყო თბილისის მერის მიერ გარემონტებული. იქ სადაც ნახა. ისე მეუბნებით თითქოს ერთ ღამეში შეფუთა და ერთ ღამეში გააკეთა ის რაც გააკეთა ის გიფსოკარდონი. რო აკეთებდა და არაწესიერ აკეთებდა.
განვითარების ფონდი თბილისის ზედაპირველობის არ გაკეთებ ჩაბარებული და ამთავრებული იყო პალატის შენობის გარდა ყველაფერი. რატომ როდესაც გაიხსნა აღმაშენების გამზელი პომპეზურად ლამაზად და თავისი ბასტებობუებით ერთი წუთით იქ რა ის იყო სამშენებლო ღობე იყო არ ჩაბარებულა არ მიიღო ის მისმერის სამსახური შესაბამისად შინაარსობრივად თბილისის მერია ფული დახარჯა გიფსოკარდონზე თუ არა თუ გაინტერესებს პიარულად ეს როგორ შეიქმნა თუ პიარული ნაწილი გაინტერესებს მე აბსოლუტურად არ მაინტერესებს თქვენ ხარ რასაც ბრძანებთ თქვენ ხარ რასაც ბრძანებთ ეს რატო არ გითხრეს მაშინ როდესაც ეს გაიხსნა აი ეს არის შეფუთული და ვიღაცის ნამაიმუნარი ეს თქვა თქვენმა ხელისუფლებამ მაშინ რა თქმა უნდა თავის დროზე სამ ვიღაც არ მივიდა წიხლი არ მიიღო და შეანგრია დაგენახა ხო მაშინ სხვა შენობებზეც მიარტყეთ წიხლი ჩაატარეთ სხვა შენობებზე წინიდან არის ფასადი გეუბნებით რომ შედიხარ არკაში, თახში გააკეთოს ამაზე განცხადება დღევანდელად თბილისის მერია. მე ძალიან გთხოვთ ადამიანებო, ვინც გვისმენს და ვინც გვიყურებს, იქნება აღმაშენების გამზირიდან მე უამრავი არ თუნ ჩემო მეგობრებმა არ დარეკოთ, რა თორე გამოვარვეთ. იმიტომ რომ დღესაც იქ ვიყავი მეთქი გეუბნებით, დაარეკეთ ადამიანებმა, რომლის ფასადების მოწესრიგ და არის გამაგრებული კომუნიკაციები გამოცვლილი. შიდა რემონტები ახლა ყველა შიდა რემონტი არა, შიდა ეზოში იგივე, აი როგორც ვამბობ, პის მაგვარი, ბერძნული პის მაგვარი შემო წინა მხარე რო გაკეთებულია გვერდითი. ფრთები რო არის ისევ ისეთი მაპატები და ჩაოხრებული. სამშენებლო თვალსაზრისით კონსტრუქციულად, რაც არის ცალკე მდგარი, ასე ვთქვათ, შეიძლება ის პლიგელი იყოს, რომის გამაგრება შეიძლება. ის არის გამაგრებული. ისე რომ ნაწილი შენობის გამაგრდა და მეორე ნაწილი არა თქო. მაგრამ თუ ის არის უბრალოდ ეზოში მდგარი, მეორე შენობა. ბატონო ზვიად, ეხლა თქო, ჩვენ თუ გამოსავალს ვეძებთ, რომ ეს თეზისი დავასაბუთოთ, ის თანხა რაც დაიხარჯა აღმაშენების გამზირზე არის აბსოლუტურად მიზანი მიმართული. და მაქვს ამის არგუმენტები და მგონია რომ ახლა ვამბობ, რომ ეს იყო რაღაცნაირი პიარის ნაწილი, იმიტომ რომ შენობაში გაკეთდა მხოლოდ ის ნაწილი, რომელსაც კალაუბანი ისევე როგორც ლეხტახევი, ყველაფერი არის პიარის ნაწილი, მაგრამ ეს პიარი ამ ქვეყანას ავითარებდა ტურიზმს იზიდავდა და ჩვენზე უკეთესი ლარის გამყარებასაც ხელს უწყობდა და ეხა კი ბატონო ნუ გავატარებთ ამ პიარ ღონისძიებებს და დავანგრიოთ ქვეყანას. გისმენთ ეთერში ხართ. ლარის დევალვაცია ძალიან ცუდია და გითხრათ. ძიმე პრობლემაა. გისმენთ ერთი წუთით ქალბატონო ბოდიშვიხტი თავიდან უნდა დაიწყოთ. აი თქვენ სტუმარს მინდა შეკითხვები მაქვს, მაგრამ ალბათ გამითიშავენ ყურბს. მოკლედ თუ ითქვით არ გაგითიშავენ. ადამიანს საერთოდ ნამოსი თუ აქვს, დედამ თუ დაბადა. ეგ არის შეკითხვა ქალბატონო. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. შემდეგი მსმენელი. მე რეკწყინთ რატო გაგვითიშევსო და თქვით რა რამე კონკრეტული კაც. მე ხვალ კი აღარ მოვა ეს კაც. გისმენთ ეთერში ხართ. ალო დიახ, ეთერში ხართ. მოგესალმებით ბატონო პროვოკატორო, მივესალმებით თქვენ სტუმარს. მოგესალმებით ბატონო პროვოკატორო, მივესალმებით თქვენ სტუმარს. მე ზაქარიაძის ქუჩიდან გვესმის ზაქარიაძის ქუჩიდან გვირეკავ. ზაქარიაძის ქუჩიდან გირეკავთ. 9 წლის განმავლობაში 3-ჯერ გარემონტდა ის ქუჩა. ერთხელაც არ გიფიქრიათ ფეხით მოსიარულეების იმაზე. აი ახლა მობძანდით და ნახეთ როგორ არის გაკეთებული ტროტუარები, პანდუსები. რა ნამუსით ლაპარაკობთ ხეების მოჭრაზე, როდესაც უკან ფსიქიატრული სავანტყოფო, მთელი ეზო, მთელი ტერიტორია სააკაშვილმა ბიძამის ერთლარად მიჰყიდა და იმან ვის მიჰყიდა კაცმა არ იცის, მთელი ეს პარკი რო გაჩეხეს, მაშინ რატო არ იღებდით ხმას? გუშინ ბატონ ბიძინას რომ მიუხვდით იქ, რატო გიული ალასანიას არ მიუხვდით, გირიათ არგამაძეს არ მიუხვდით? ნამუსი ხომ უნდა გქონდეთ? მე შემეკითხეთ, მე რო დღეს ცოცხალი ვარ, ამ ხელისუფლების ბრალია, იმიტომ რომ არანაირი ყურადღებას ადამიანებს არ აქცევდით თქვენ, როდესაც მელია და გაზელიანიას ქუჩის მაწანწალები გეყოლებოდათ, გამგებლებად, რა ხელისუფლებაზე ლაპარაკობთ? როგორ ლაპარაკობთ ხალხის სახელით? ხალხს შეეკითხეთ. დიდი მადლობა ქალბატონო, ემოციური გამოსვლები და რაღაც მდგენელი ამ ჩართვისა რო გვერდზე გადავდოთ. ამ ყველაფერს მოსმენის, მაგრამ კიდევ ერთხელ მაგალითი, იმიტომ აი ქალბატონმა დაარეკა კონკრეტული ქუჩიდან. უპასუხეთ მაშინ რომ ის რომ რამდენჯერმე გარემონტა ტროტუარიც კი არ დატოვეთ, არ გიფიქრეთ ზაქარიაძის ქუჩა დღესაც დასაგებია და გადათხილდა ჩავარდნილია. წავიდეთ ესა და ვნახოთ. მე ზაქარიაძის ქუჩასთან ახლოს ცხოვრობ ბატონო. ხალხო მეგრე ისევ დაარეკოთ, იმიტომ რომ ან ვიღაცამ დაგვირეკოს გააკეთესო გეუბნები. უერთება საბურთალოს ქუჩას, იქ გზა ისევ ჩავარდნილია, გასაკეთებელია. რა თქმა უნდა, პანდუსების თემა ბოლო დროს დაიძრა. მაჩოი ჩვენ დროსაც კეთდებოდა შეზღუდული შესაძლებლობის. არ არის პანდუსებზე საუბარი, ტროტუარზეა ელემენტარული
ტროტუარიც იგებოდა ყოველთვის რა ქვია ბატონო გავიგე კიდე ერთხელ მე ჩვენ როდესაც საგზაო ინფრასტრუქტურა არა ერთი გადავალ რა თქმა უნდა ხო ხوار შეება ყველაფერს უნდა უპასუხოთ ერთი კიდევ ვიმეორებ იმ ემოციურ ასე ვთქვათ გამოსვლები აბსოლუტურად გასაგებია ისეთივე ემოციური გამოსვლები იქნება ხელისუფლების წარმომადგენლების მისამართით იმიტომ რომ როდესაც რაღაცა ასე ვთქვათ პასუხისგებლობა გაქვს ვიღაცას მოწონს ვიღაცას არა მაგრამ როდესაც ვსაუბრობთ კიდე ერთხელ ვიმეორებ გაკეთებულ საქმეებზე ეხლა თუ ჩვენ იმის მტკიცებას ვიწყებთ რომ დავით ნარმანია საგზაო ინფრასტრუქტურას აწესრიგებს ძალიან ბევრი ადამიანი თუ თქვენი სატელეფონო ეთერი მართლა ღიაა ძალიან ბევრი ადამიანი დარეკავს ისეთი გინდა დადიანის ქუჩიდან გინდა უკვე დაგებული ყიფიანის ქუჩიდან სხვა ქუჩებიდან სადაც აბსოლუტურად გაუსაძლისი მდგომარეობა ცენტრალურ ქუჩებზე ვსაუბრობ რაც შეეხება კიდევ ვიმეორებ ზაქარიაძის ქუჩას ამდენადაც მე გამდენადაც ვიცი კი არა კაც ყოველ დღე იქ დავდივარ თვითონ საავტომობილო გზის სავალი ნაწილი საბურთალოს ქუჩის ხარეს დღესაც ჩავარდნილია და არაფერი ასე ვთქვათ გაკეთებული არა და შეიძლება ერთი მონაკვეთი მოწესრიგდა თუმცა თუ თავად ზაქარიაძის ქუჩაზე ვისაუბრებთ ეს ასე ვთქვათ შიდა კვარტალური ქუჩაა და მისი მოწესრიგება მე როგორც მახსოვს აბსოლუტურად იყო მოწესრიგებული და ეხლა თუ ტროტუარზე რაღაც პრობლემა იყო მისაღებია არა ტროტუარი არ იყო ასეთი არ არსებობს ბატონო ზაქარიაძეზე ტროტუარი იყო შეიძლება მას ჭირდებოდა მოწესრიგება ნუ გავიმეორებ ახლა მე ასე ვამბობ და შეგიძლიათ კიდევ ვიმეორებ თქვენ შემდგომ ალბათ გადაამოწმოთ ხოლმე თქვენი ეთერში ასე ვთქვათ ჯდომის სტუმარი რამდენად მართალს ამბობს და შემდგომ ვთქვათ ეს რეპლიკის სახით ვთქვათ შემდგომ გადაცემაში ხო ამიტომ შეგიძლიათ ნახოთ იყო თუ არა ტროტუარი რაც შეეხება ხეებს კიდე ერთხელ ვიმეორებ რა თქმა უნდა იმისთვის რომ სამშენებლო ბიზნესი განვითარდეს ხშირად შესაძლებელია მიიღო გადაწყვეტილება ხის მოჭრის შესახებ მაგრამ კიდე ერთხელ ვიმეორებ ბატონო ზუიად რომ ამ გადაწყვეტილებას ოდესაც იღებ შემდგომ უკნიდან გამოსავალ გზას და უკანა კარს კი აღარ უნდა ხედავდე და ინვესტორს კი არ უნდა უპირისპირდებოდე და იმან მოჭრა უკანონოდ საკრებულოს ბრალია იმის ბრალია დღეს ნებართვას უუქმებენ საერთოდ აპირებენ რომ შემებლობის ნებართვა აღარ მიცენ ეს არასწორი დამოკიდებულება თუ შენ პრინციპულად მიიღე გადაწყვეტილება რომ აქ სამშენებლო ბიზნესის განვითარება კონკრეტულად ამ მიწის ნაკვეთზე არის მიზანშეწონილი და ამისათვის შესაძლებელია გარკვეული რაოდენობის ხენარგავების მოჭრა მაშინ შენ უნდა შეგეძლოს ამ პოზიციაში დაცვა საზოგადოების წინაშეც. თუნდაც ესეთი ზარების ატანა და ესეთი ზარების ასე ვთქვათ მოთმენა და მოსმენა მშვიდად, იმიტომ რომ ზუსტად ეს ადამიანები არიან ჩვენი ამომრჩევლები, რომლებიც ხვალ მე არ მომწეს მას, მაგრამ ესეც აბსოლუტურად პატივსაცემი ასე ვთქვათ პოზიცია მისი და მე პატივსცემ. თუნდაც ის რომ ესეთ კრიტიკულას გამოთხოვს. მაგრამ მე არ მეშინია და კიდევ რომ მზადვარ რომ გიპასუხოთ შეკითხვებზე და პასუხისგებლად ავიღოთ. რა გავაკეთეთ და რა გავაკეთეთ. როდესაც პასუხისგებლობის აღება არ გინდა და შუაგზაში რადგანაც მოსახლეობამ გააპროტესტა უკან დასახევი გზების ასე ვთქვათ ძიებას იწყებ, მაშინ უნდა თქვა რომ შემეშალა და უკან მერე დაიხიო. და არაფერი შეახოცო. მოდით იმას გეტყვით რაც არაერთი სტუმრისთვის ვთქვათ, მათ შორის თქვენი პოლიტიკური ოპონენტებისათვის. არ მინდა მე საერთო დროის რომელიც ძალიან მეძვირფასება დაკარგვა იმაზე, რაშიც გეთანხმებით და რაზეც საერთო აზრი გვაქვს. ხო, ამიტომ ის რომ ყოყმანი, ის რომ იმის ვაშკაცურად თქმა უნდა შეცდომა დაუშვა თქვი რომ არა, ხომ არა ეს 30 ხე რო არ მომეჭრა 30 სართულიან სახლს ვერ დავდგავდით აქ და ძალიან ცუდია და თუნდაც ის არგუმენტი, ჩემთვის არგუმენტი იყო, გამოვიდა მათი PR-ის წარმომადგენელი იმ კომპანიისა, რომელმაც თქვა, მე მგონი 300 ძირი დავრგეთო. მე უბრალოდ ჩვენმა გარემოს დამცველებმა არასამთავრობო მათ შორის ალეკოელის საშუალებას თქვა, რომ აბა სად არის დარგული, რატომ ქაღალდზე დარგეს. თუ რაღაცა, ანუ რაღაცნაირად ეს რო გაამართლონ, გასაგებია, მაგრამ აქ სხვა რამეზე არის საუბარი. სწორედ ამაში გეთანხმებით, რომ ეს არ უნდა მოხდეს ისე, როგორც ხდება და მე მათი ყოყმანი ყველაზე მეტად არ მომწონს, რომ მათ არ შეუძლიათ, რომ რაღაცები გადაწყვეტილებები მიიღონ და ეს არის კომპლექსების ბრალი მეთქი, რატომაც მგონია, იმიტომ რომ მე არ მეგონა თუ კიდევ ამდენ ყურადღებას მიესწი, მართლა გითხრათ, რა მე მაგალითად მათ ადგილზე ოპოზიციის თქვენი კონკრეტულად პოლიტიკური ორგანიზაციის შენიშნებს თუ კრიტიკას მათ ადგილზე ამდენ ყურადღებას არ მივახცევდი. ბოლო სამაგიეროს გადავუხდით, იმიტომ რომ თქვენ რო იყავთ ხელისუფლებაში, სულაც ფეხებზე დარწმუნებული ვარ, ბოლომდე მასე არ ფიქრობ, დარწმუნებული ვარ, რა თქმა უნდა გეთანხმებით, მოვისმენდი, გავაანალიზებდი ფსიქიატრული საავადმყოფოს ძალიან მაგარი გამწვანებული ტერიტორია. რატომ გაჩეხეთ? წასულა ჯერ არ არის ის ბოლომდე რა გაჩეხილი იქ შენობები. ხო, მაგრამ ძალიან ბევრი 80%-ზე მეტია გაჩეხა. არაფერი წინ. არა, მე არ ვიცი პროცენტები და ვერ დაგიწყებ. ხო იცით რა დარჩენილი. ვერ დაგიწყებ თაქვე შეკამათებს არ ვარ მე იქ შიგნით ასე ვთქვათ ტერიტორიაზე ნამყოფი და არ ვიცი. როგორ ერთ-ერთი მთავარი ბრალდება არის
ქალაქის ყოფილი ხელმძღვანელობის წინააღმდეგ. არა, ბატონო, აღარ არის ეს ქალაქის ყოფილი ხელმძღვანელობის წინააღმდეგ. რა, როდემდე უნდა ვიძახო? დღეს 8 თვეა ახალი ხელმძღვანელობა და რადგან იმ ახალი ხელმძღვანელობა ასეც ეს უკან მოიტანო. ნუ გააგზელებინებენ თქვა ჩვენებს. ეგ სხვა საკითხია მეთქი. აქამდე რაც გაფუჭდა, არ გაინტერესებს. იპოდრომზე ხო ხედავ, თქვა, აი იპოდრომზე გაცემა სამშენებლო ნებართვას. რომელი იპოდრომზე? თბილისის საბოლოოს. დღეს ამას იპოდრომზე ახლა ვსაუბრობთ, ზუსტად 30 ძირი ხე ზუსტად იპოდრომზე მოიჭრა. გასაგებია, ეხლა მოიჭრა, მაგრამ იქ მშენებლობის ნებართვების გაცემა ზოგადად იპოდრომის იქიდან ამოღება და გადატანა იპოდრომი დიდი ხანი არის კერძო საკუთრება, მათ შორის დიდი ნაწილი იცით, ასე ვთქვათ, ცენტრალური მოედანი არის ივანიშვილის საკუთრება. თქმით ეძლეოდა ხოლმე, ანუ კარა, გასაგებია, რასაც ამბობთ. რეკრეაციული ზონა პრობლემამდე მოვედით. რამდენი ხე მოიჭრა, მაშინ რამდენი იწლება დღეს? დიღმის ტეპარკი აბსოლუტურად არც ერთი მიწის ნაკვეთი ჩვენ ხელისუფლების პირობებში არ გასხვისებულა. ეს იყო ყველა იყო დიახ მანამდე გასხვისებული. იქ იყო პრობლემები სარეკრეაციო ზონის მინიჭება, არ მინიჭებასთან დაკავშირებით. უკვე კერძო, ანუ ჩვენ მიმართ რა პრეტენზიებიც იყო, უკვე კერძო ნაკვეთებთან ასე ვთქვათ დაკავშირებით. და ქონოდა ის ნაკვეთი. და იგივე, აი ყურე ბატონზე, იგივე შეგვიძლია უთხრათ დღეს ბიძინა გიორგობიანს. რა თქმა უნდა. ხო და ამიტომ ვიძახი რომ ამაზე პასუხები უნდა არსებობდეს. მე არ ვიცი ბიძინა გიორგობიანი რომ ეყოლება. მაცნამზე რო იზრდება ბიძინა გიორგობიანი კონკრეტულად მე არ ვიცი დიღმის ტეპარკში თქვა რამდენი ხე მოიჭრა, რა ქვია, როდის გაიცა ნებართვები. ნამდვილად არ ვიცი, იმიტომ რომ ხა ის რომ მუშაობდი მერიაში, არ ნიშნავს რომ იცი ასე ვთქვათ ყველა დეტალი გაცემულ თქვა სამშენებლო რა ქვია ნებართვებთან მიმართებაში, ხო? ის ხდებოდა ასე ვთქვათ გასულ წლებში, როდესაც არ ვიცი, დარწმუნებული ვარ რომ კანონიერად ხდებოდა და შესაბამისი ადამიანები, ვინც ამაზე გადაწყვეტილებას დააკანონებს შენ გადაწყვეტილებას იღებდნენ, ისინი იმას პასუხები აქვთ. მაგრამ დღეს მე როდესაც დღევანდელ სიტუაციაზე ვსაუბრობ და ველაპარაკებით ადამიანს, რომელსაც ეს გადაწყვეტილება მიიღო, მე პირადად რა გადაწყვეტილებას მიმიღია, ყველაფერი პირადად თქვა, პასუხი მაქვს. და ამ ადამიანს პასუხი ლაპარაკია ყოფილ ხელისუფლებაზე, ამ შემთხვევაში ეულის წარმომადგენლებს ყველაფერზე ვერ გიქნა კონკრეტული პასუხი. რა თქმა უნდა, პოლიტიკური შეფასებები გვექნება, რა თქმა უნდა, ზოგადი შეფასებები გვექნება, მაგრამ ოდესაც მეკითხები თუ დღევანდელ სიტუაციაში ნებართვა რატო გაიცა, ნამდვილად არ ვიცი რატო გაიცა სტატუსი, რატომ მოიხსნა. თქვენს არ მოხსნიან მთლიანად ეს, მოდი აქედან დავიწყოთ, რაღაცა ნაწილს მოიხსნა. შესაძლებელია თუ ეს ზოგადად გვინდა საუბარი და თეორიულად იმიტომ მოიხსნა რომ იმ ნაწილზე არ ვიცი აღარ იყო თქვათ ხე და გაჩეხილი იყო თქვათ უნებართო და ნებართვიანად. რეკლამაზე გავდივართ. ბატონო. დიდი მადლობა. რეკლამაზე გავდივართ ცოტა ხნით ბატონი ირაკლი აბესაძე ჩვენი სტუმარი. აბრუნდით ეთერში შეგახსენებთ თქვენ უსმენთ რადიო პალიტრას FM 103.9-ზე გვეყურებთ პალიტრა TV-ზე. გადაცემა პროვოკატორის სტუმარია ბატონი ირაკლი აბესაძე, თბილისის საკრებულოს წევრი, პარტია გაერთიანებული ქეთო ერთიანი. თუ როგორ მიხარია რომ კიდევ შემიშალა, იმიტომ რომ არ არსებობს რომ გადაცემას ხოლმე რაღაც კონდეს არა ერთი მინუსი კაც და არ არსებობს რომ მე ან პარტიის სახელი არ შემეშალოს, ან კიდე ადამიანის რეგალია ჩემი სტუმრის. ასე რომ იმედი მაქვს სხვა არაფერი შემეშალა, რადგან ეს შეცდომის ლიმიტი ამოწურე ამაზე ნაციონალური მოძრაობის სახელს რომ ესე იგი ვერ იტყვი ზუსტად, ესე იგი ხო, რაღაც გაქვს კომპლექსი. ბანო ირაკლი, შევახსენებ ტელეფონის ნომრებს თქვენს ნებართვით 237-139, 238-139, ეს არის ჩვენი ნომრები, შეგიძლიათ დაარეკოთ, დაუსვათ კითხვები ბატონ ირაკლი აბესაძეს და პალიტრა TV წერტილი-G, ეს არის ჩვენი ვებგვერდის მისამართი, სადაც პირდაპირ ეთერიც მიმდინარეობს და იქ შეგიძლიათ მოგწეროთ. ბატონ ირაკლი თუ მოიცლის, მე ნახოს შეკითხვებს თუ იქნება. თუმცა ამ ბოლო დროს ძირითადად რადიო და ტელე მომხმარებელი აქტიურობს უფრო. თბილისის საკრებულოს დღევანდელ ამბებს დაუბრუნდეთ. არ მაცალეს უკვე ზარია. გისმენთ ეთერში ხართ. გისმენთ? ალო. დიახ გისმენთ. გამიყავს ძინა, საზიადი და რო შევეკითხო თუ როგორ არის? უკვე აქ ახართ. ბატონზია. დიახ. აი დაზურაში მუქრაის ქუჩაზე ჭედია ცხოვრობს ერთი სკოლების მახსოვსის იყო და მაგვალი ბატონმა 5 ნაკვეთი მისცა ერთ ეტაჟში, დიახ. რაუ, ვიღაც კიდე განსამან ჩვენი კოლეგაზე ამბობს რომ მიწის ნაკვეთები გაასხვისა ჩვენ ქუჩაზე. სად კონკრეტულად? და გვერდზე ჩვენ კიდე 10 მეტროში არ მოგცა ის ჭედია და თუ ჭედიას. ვინა რომელ რაიონზეა? მაგვალი ბატონმა სკოლების მახსოვსის იყო ირაკი. მაინც ვერ გავისმენთ. ვიდრე იყო კომისიის თავმჯდომარე. თქვენ რო იყავით კომისიის თავმჯდომარე, თქვენ იყავით კომისიის რომელ კომისიაზეა ბატონო? რომელ კომისიაზეა საუბარი და ჩაუწიეთ რადიოს თუ შეიძლება რომ გავიგოთ რასამო. ვერ გავიგე? თქვენ რადიოს ან ტელევიზორს? რადიოს რაიონი მუხრანის ქუჩაზე. ხო მაგრამ სანზონაში. სანზონაში მუხრანის ქუჩაზე? სანზონაში. და ბატონი ირაკლი იყო კომისიის წევრი. ის კომისიის ის რო იყო უფროსი 2010-11-ში.
თქვენ ბრძანდებოდი? მიწის კომისიის თავმჯდომარე იყო მერიაში, ირაკლი აბესაძე. ანუ გაყიდვაზე საუბრობთ თუ დაკანონებაზე? დაკანონებაზე, დიახ, დაკანონებაზე. გასაგებია, თქვენ ვინმე ჭედიასთვის დაგიმტკიცებიათ, დაგიკანონებიათ 5 ნაკვეთი და ამ პატრიცემილი ადამიანისთვის არც ერთი. მეორე ზარია. იქნება რაღაცნაირად დაკანონებიათ. თუ შევა სტუმარი და რა ქვია დავალოდოთ, ნუ ნახევარ წუთში ვიტყვით. რა თქმა უნდა, ძალიან ზოგადი ინფორმაცია იყო. მე ვიყავი მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავმჯდომარე. რა თქმა უნდა, ეს იყო ნაკვეთები, რომელიც თვითნებურად აქვთ მოქალაქეებს დაკავებული, ანუ არანაირი საბუთი გარდა ფაქტობრივი ფლობელობისა არ არსებობდა და ხშირ შემთხვევაში ჩვენ გვქონდა დავები 2-3 უარის შემდგომ მიგვიღია დადებითი გადაწყვეტილება, სასამართლოშიც გაგრძელებულა პროცესები, ასე რომ ამ პროცესში ის რო თქვა ბატონს რაღაც არ დაუკანონდა, ჩემთვის ნამდვილად მეთანხმები შეიძლება ეს ასე იყოს, მაგრამ განსაკუთრებულ პრობლემას აპრიორი ვერ ვხედავ, იმიტომ რომ კონკრეტული საბუთები ასე თქვა სანახავი და შესაძლებელია. რაც შეეხება, როდესაც კონკრეტული პრობლემაზე ილაპარაკა, შეიძლება ადამიანი, რომელიც იცის პრობლემა, რომ ზუსტად ანალოგიური ვერ გავაკეთებ თქვენ ხარ. ანალოგიური სამართლებრივი სტატუსი თუ აქვს. არა, ეგ სხვა დიფერენცირება რო ხდება და რაღაცების მიხედვით. სხვანაირად თქვა. ბატონმა ახსენა ბატონი დავით ჭედია, რომელიც იყო ქონების მართვის სააგენტოს უფროსი, რომელსაც ჰქონდა შესაძლებლობა აუქციონის მეშვეობით გაეყიდა მიწის ნაკვეთები. თუ ვინმე მეზობლად იყიდა მიწის ნაკვეთი, ეს სხვა პროცედურაა და როდესაც დაკანონებაზე ვსაუბრობთ, სხვა პროცედურაა. ეს უფრო რთული პროცედურაა. ანუ იქნება დააზუსტოთ ეს პრობლემა, რომ მე მეტი არგუმენტი მქონდეს. ისმეთ ეთერში ხარ. თუ მე მოგწეს, შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ეს ინფორმაცია და უფრო კონკრეტულ პასუხს მოგცემთ, რომ ასეთ პასუხი მიიღოს მაგალითად. მადლობთ. ისმეთ ეთერში. ანუ გამარჯობა. გაგიმარჯოთ. აი შეკითხვა მაქვს რა, როგორ აპირებთ თქვენ მოპარული 50 მილიონი ლარი სავარაუდო დაბრუნება და ბოდის მოხდენა როდის აპირებთ კვლელობები რო იყო და თქვენი ლიდერები რო კლავდნენ ადამიანებს და ძალიან თხოვ დააბრუნეთ ეს 50 მილიონი ერთი წუთი დავაზუსტოთ ლარი გამიგე გიგი უგულავოს პროცესი დავაზუსტოთ რა არა გასაგებია ჩემთვის ბატონ ზუიად თუ მაყურებელს ასოთ აღარ მილიონი საუბარი არის მე მარტივად გიპასუხებ ამაზე დარწმუნებული ვარ რომ თქვენთვის ეს პასუხი არ იქნება მოსაწონი მაგრამ საკითხი დგას ესე ჩვენ ვსაუბრობთ რომ გიგი უგულავა ეს 50 მილიონი და ამას ედავება ფორმულება პროკურატურისაც კი ესეთია რომ დაარიგა ხელფასების სახით პოლიტიკურ აქტივისტებზე ჩვენ მოვისმინეთ თბილისის მერი დავით ნარმანია რომელმაც თქვა რომ ის ასაქმეს პარტიულ აქტივისტებს თბილისის მერიაში მხოლოდ იმიტომ რომ ისინი არიან პარტიული აქტივისტები და მე თქვენ გეტყვით მარტივ ციფრს ბატონ ზვიან ჩვენ მიმართ დარწმუნებული ვართ თქვენს და საზოგადოებასაც შეიძლება მოусმენია და თქვენ შეიძლება ასეთი შტაბეჭებაც გქონდათ რომ თბილისის მერიაში შტატები იყო გაბერილი იქ მუშაობდა შეუსაბამოდ ბევრი ადამიანი მას შემდეგ რაც ჩვენ თბილისის მერია დავტოვეთ მხოლოდ საშტატო რიცხოვნობა შტატები და ავსაუბრეთ ხელშეკრულებით აყვანი ადამიანზე 352 ერთეულით გაიზარდა ასე რომ რასაც ედავებიან გიგი უგულავას ზუსტად იგივეს ჩადის დავით ნარმანია ჩვენ დაველოდებით სასამართლო პროცესს ბატონი გიგი დღეს იმყოფება პატიმრობაში უკანონო პატიმრობაში ის მზად არის გამოძიების შეკითხვის პასუხი გაცეს ასე რომ დაველოდოთ სასამართლო გადაწყვეტილებას და 50 მილიონის ბედით შემდგომ გაირკვევა კარგით ოღონდ შეიძლება მეც თქვა იმიტომ რომ გიგი უგულავას არ ედავებია რომ ადამიანები დაასაქმა მერიაში არა ჩემ ბატონო საქმე პარტიული აქტივისტები რომლებიც მუშაობდნენ პარტიაზე ეს არის ფორმულირება თქვენ არ გაქვთ ალბათ საბრალდებო ასე ვთქვათ წაკითხული ბრალდების შინაარსი დიახ ძანეთ კი ბატონო დიდი მადლობა მე გვეცანკამის ფუნქცია ხო ნარმანიამ რომ თავისი ნათესავი მეგობარი პარტიული თანამებრძოლი ან სხვა დაასაქმა ეს სხვა პრობლემაა და შეიძლება ნეპოტიზმთან რაღაცა არ მუშაობენ ბატონო მე ვიცი რასაც ამბობთ მაგრამ როცა 352 ერთეული ზრდი იმ სასტატო მაშინ ესე გამოდის ჩვენ დროს გაბერელი არ იყო მაშინ აღიარეთ რომ ტყუილი არაფერს არ ვაღიარებ მე ვაღიარებ იმასაც მე ტყუილი იყო მოწოდება და ასე ვთქვათ თუ საზოგადოებისთვის მიწოდებული ინფორმაცია რომ თბილისის მერიაში მუშაობენ შეუსაბამოდ ბევრი ადამიანი მე გეუბნები თქვენ შეუსაბამო ანალოგია მოგყავთ ეს ანალოგია საერთოდ არ არის თუ დამასრულებინებთ ესე იგი რა ქვია ჩემს გადაცემაში ერთ სიტყვას თუ მოთქვენით გეტყვით მაგალითად კონკრეტულ მაგალითს გეტყვით მაგრამ ნარმენიამ თუ მოიყვანა ვინმე ადამიანი და ამუშავებს და კონკურსის გაუვლელად მაგალითად დიახ არ ეკუთვნის ის თანამდებობა და მუშაობს და დილას მიდის 9 საათზე მერიაში და შეიძლება საერთოდ არაფერს არ აკეთებს ან რაღაც აკეთებს 7 საათზე მოდის ადამიანებიც მიდიოდნენ და მოდიოდნენ ერთი წუთი აი ეს ადამიანები რო არ მიდიოდნენ მიდიოდნენ და მოდიოდნენ შეიძლება დავასრულო მე მყავდა მე სადაც ცხოვრობ კორპუსში ეგრეთ წოდებული თქვენი პარტიის კოორდინატორი რომელიც არაფერს არ აკეთებდა იმის გარდა რომ ლიფტი არ მუშაობდა თან მაშინ ეგეც ვერ გააკეთებინა ეს პარტიას და დაქოშინობდა საწყალე 200 კილო ამ იმაზე რა ქვია დღეს იცით დავით ნარმანიას კორპუსში თუ შეიძლება რა
არ ვიცი. იმაზე რა ქვია 9 სართულზე დადიოდა ზემოთ და ქვემოთ და ეწეოდა აგიტაცია, აგიტპროფს ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ. ის თავის დასუფთავების სამსახურში ნამყოფი არ არის. გამიგეთ? ანუ რატო ვერ ხედავთ განსხვავებას იმას შორის, რომ ადამიანები უბრალოდ მიწერილი და გაფორმებულები იყვნენ და ადამიანები რომელიც მას აქვს მონაწილეობა მიღებული ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მოქალაქეთა აზრის გამოკითხვა. აი მაგ ადამიანს ვისაც თქვენ საუბრობთ და ეს იყო ყველაფერი ის რაც მერიის ვალდებულები იყო. მერიის ვალდებულები არის სასამართლო განხილვა ბატონოსია და ამიტომ ის იყო კონკრეტულ თანამდებობაზე რაც მე შემთხვევაში უხერხო მდგომარეობაში აღმოჩნდა. იმიტომ რომ ვამტკიცებთ პროკურატურის მუშაობაზე ხა ნუ ვისაუბრებ თქვენ კარგად იცით სტანდარტი პროკურატურის რომელიც 10-დან 9 საქმე წააგო. ერთი წუთი გეუბნებით კონკრეტულ შემთხვევას. რას ქვია ის მე გეუბნებით რომ იყო გაფორმებული დასუფთავების სამსახურში. ბატონო მე ეს აგარია იმისთვის ხო არა მე და თქვენ შევთანხმდეთ. არა კონკრეტულ კითხვაში შეიძლება კონკრეტული პასუხი. რა თქვი თქვენი აზრი? რომ ის ადამიანი მუშაობდა რაღაც რაღაც კვლევებზე? ის დიახ რომელიც მერიის დაკვეთით იყო გასაკეთებელი. ის დასუფთავების სამსახურში მუშაობდა მე. რა მნიშვნელობა აქვს ბატონო ზუსტად ხელფასს იღებდა ბიუჯეტიდან და ასრულებდა ბიუჯეტისთვის მნიშვნელოვან საკითხს. ერთი წუთით რა. აი ეს უნდა ამოვჭრა. რას არ აქვს მნიშვნელობა? რომ ის გაფორმებული იყო ხუჩის დამსუფთავებლად? დიახ. ამაში იღებდა ხუჩის დამსუფთავებლად იყო გაფორმებული? უტრიებას ვიკითხრათ. არ იყო ხუჩის დამსუფთავებლად გაფორმებული, არ იყო. ერთადერთი შემთხვევა. მერიის დასუფთავების სამსახურში. კი, მაგრამ იქ მარტო ხუჩის დამსუფთავებელი არ მუშაობდა. ამიტომ 400 ადამიანამდე მერიის დასუფთავების სამსახურში მუშაობდნენ სოციალური კვლევებზე. შეკითხვა იყო სხვანაირად დასმული. 50 მილიონი როდის დაბრუნდება. ეხლა კიდევ ერთხელ ვასუხებ, ის ფაბულა რის გამოც გიგი უგულავას ედავება კლაუგზდება, მაგრამ რაც შეეხება გიგი უგულავას მიმართ და ასე ვთქვა წარდგენი ბრალდებას ის დამტკიცდება თუ არა დაველოდოთ სასამართლოს. ეხლა ამაზე მარტივ ვერაფერს ვერ გიპასუხებ გარდა ერთისა რომ ეს არის პირდაპირ პოლიტიკურად მოტივირებული ასე ვთქვა საქმე რომელზედაც ვნახავთ სასამართლო განაჩენს. ბატონო ერეკლი შეიძლება რომ აი გადავდოთ იქით ის რომ თქვა არაპროფესიონალია პროკურორი და იმიტომ ვერ დაუმტკიცა. ხო თეორეტიკულად ჰიპოთეტურად ხო შეიძლება მე და თქვენ როგორ უნდა დავამტკიცოთ რაღაცა. ერთი ამიტომ მე რაც ვიცი ფაქტი იმას გეკითხებით თქვენ მე პასუხი დადასტურებულად ვიცი ჩემო ბატონო. რა ვიცი დადასტურებულად ისე როგორც არც მე ვიცი ყველა ფაქტი. რა არ ვიცი დადასტურებულად. ის ჩემი მეზობელი რა შეიძლება და რა იცით ეხლა დღეს განმავლობაში სად მიდიოდა და მოდიოდა. როგორ არ ვიცი ვიცი მეთქი გელაპარაკებით კაცო. ჩემთან იჯდა ეს იგი ერთ ადამიანში ყოფილა პრობლემა. არ არის ერთად ის იყო ტიპური შემთხვევა. რატო აზოგადო რომელ ლოგიკის რომელ ჩარჩოში იმიტომ რომ ჩემს სხვა კორპუსი იყო ჩემს უკან ჩემი მშობლების კორპუსი იყო და ეხლა რა ვქნათ მოუწოდო ყველას დარეკეთ ადამიანებო ვის კორპუსებშიც კოორდინატორები დადიოდნენ დილიდან საღამომდე სხვა სამსახური არ ქონდა. ნუ აბა რას მეუბნებით რა არ იქნება პირველად გაიგეთ ესეთი ადამიანების არსებობა? ბატონ ზუიად ამაზე მიდის თქო სასამართლო პროცესი და არ მაინტერესებს რომ ბატონო ამ შემთხვევაში მე ჩვენ საზოგადოებაში და 21 საუკუნეში ვთქვა რომ სასამართლო პროცესი არ გვაქვს. ამ შემთხვევაში თქვენ რას ამბობთ რომ ჩვენ საერთოდ არ ვისაუბროთ ამ თემაზე ადამიანს რომლებსაც ნაყვე მაგრამ როცა საუკეთესო შემთხვევაში ერთად გადადიხართ ეს დაამტკიცოს სასამართლომ რა თქმა უნდა ერთი წუთით კი ფანტასტიკური ამბავი რომ დაუშვათ რომ სასამართლომ დაამტკიცოს რომ ის მუშაობდა იქ მართლზომიერად და იქცეოდა მართლზო თქვენ რაც თქვით რომ შეიძლება ის იქ სოციოლოგიურ სამსახურში იყო და ამიტომ ევალებოდა სართულ სიარული აი ეს არის მაქსიმუმი რაც შეიძლება ყოფილიყო ხო კი ბატონო გეთახმეთ მაშინ მესაც აკეთებდნენ ბატონო ზუიად და მე გეკითხები როცა დადიოდა ნაციონალურ მოძრაობას მიეცით ხმავა ამაში შეიძლება და ბიუჯეტის ფულს გადახდა მაგაში ბიუჯეტის ფულს გადახდა არ შეიძლება ხო და გეუბნებით რომ იხდებოდა მე მაგრამ არაფერი არ უგზავნოდა კაცო პარტიის აგიტატორიც ყოფილიყო და რა ქვია დასაქმებულიც ყოფილიყო აბა დღეს მაგას გეუბნებით დავით ნარმანია მაგას იძახის რომ პარტიული აგიტატორები დავასაქმე იმიტომ რომ პარტიული აგიტატორები არიანო და თქვენ ახლა აქ პარალელს ხედავთ ზუსტად კი დღეს ისინი პარტიულ აგიტატორობაში არ იღებენ ხელფასს. დღეს ისინი პარალელურად პარტიული აგიტატორებიც არის. აღარ არიან. რა იცით რო საარჩევნო პარტიული დამსახურებისთვის. ყოველ შემთხვევაში სამუშაო დროს ისინი თქვენ თუ გინდათ რომ ადვოკატირება გაუწიოთ. მე კიდევ ერთხელ გეუბნებით, ნორმალია, დამერიას თავი დაანებია. ადამიანმა დარეკა როდის დააბრუნოთ 50 პასუხი მარტივად. სასამართლო როდესაც ამას დაადგენს. პასუხი მარტივად. როცა ამას დაადგენს 18 თვის განმავლობაში 500-ლას 450-მა 500 კარგი დასათვლელი რა იყოს იმიტომ 18 თვის განმავლობაში 500 ლარი 9000 ზუსტად შემიძლია დავთვალო 450 არის 8100 არ მიჭირს ეს გამრავლება ეს მარტი რიცხვებს იმ ადამიანმა კონკრეტულად ჩემმა მეზობელმა 8100 ლარი აიღო და ის იყო 50 მილიონის ის ნაწილი რომელიც ამ ბატონმა ეკითხა 8100 ლარი აიღო ერთი წუთი დამასრულებინეთ
მხოლოდ და მხოლოდ იმაში, იმიტომ რომ მას არ გაუკეთებია სხვა არაფერი. მხოლოდ და მხოლოდ იმაში, რომ ეწეოდა აგიტაცია პროპაგანდას ერთი კონკრეტული მაშინ მართული პარტიისა. და შიგადაშიგ, როდესაც ის ორი არჩევნებს დაესწრო, იჯდა იქ თავის ტაბურეტკაზე, იმაში რა ქვია, საარჩევნო უბანთან, ეჭირა ეს სია და მოკლედ ასე შემდეგ რა. ხო და თქვენ გაქვთ თქვენი ჩამოყალიბებული აზრი. მე მაქვს ფაქტი, რომელზეც თქვენ ისიც კი არ გინდა თქვათ, რომ ეგ თუ იყო ძალიან ცუდი იყო და ეხლა ამბობთ რომ არ მისმენთ. მე შევთქვი, რომ თუ ვინმე მხოლოდ პარტიული აგიტაციისთვის აიღო ბიუჯეტიდან ფული, ეს არის ხო, აბა მაგრამ ამას აყოლებდა არა უშავს მაშინ. რა თქმა უნდა, ეს ამას კანონი არ გძალოს, კონსტიტუცია არ გძალოს პარტიულ საქმიანობას. სამუშაო დროს. როცა სამუშაო მოვალეობები შესრულებული გაქვს, შენ თქვენ ხო არ იცით ის შტატში იყო, შრომითი ხელშეკრულებით იყო, რავალდებულებები ჰქონდა. ზოგადად პარტიულ საქმიანობა არ ეკრძალება ადამიანს, რომელიც მუშაობს შეპესეში. ეხლა ეს ძალიან მარტივია, თუ კანონებზე ვსაუბრობ. თუ პოლიტიკურ შეფასებას არა, ის რაშიც ხელფას იღებს. ბატონზეად, რას ნიშნავს სამუშაო დრო? იქნება კონკრეტული მიზნით არის აყვანილი და შრომით კონტაქტ რაღაც კონკრეტული ვალდებულება უწევს. ბევრი დათქმა. ამიტომ აგიტაციის გაწევა. გავიგე, ამიტომ ვამბობ, ბატონო. ეს არის ფორმატი. თქვი უკვე დათქმით, რომ თუ ეს იყო მხოლოდ პარტიული აგიტაციისთვის, რა თქმა უნდა, ეს არის დარღვევა. და თუ არ იყო, არ არის დარღვევა. და ეხლა დაველოდოთ სასამართლოს და რა არის ამ პასუხში მიუღებელი თქვენთვის, მე ვერ გავიგე. ხო, ნუ სასამართლოს თუმცა მე არ ვცდილობ, რომ თქვენთვის მისაღები პასუხები ვთქვა. არა, თქვენ უნდა თქვათ ის ასე ვფიქრობ, მაგრამ რაღაცნაირად ახლა არის ასე ვთქვა თვითმიზანი, რომ თქვენ დაგაჭიროთ. რაღაცნაირად მეპარება ეჭვირო თქვენ. კიდევ ვიმეორებ, ჩვენ დღეს თვლიდეთ, რომ ეს ესე უნდა ყოფილიყო. არ ხერხდება ისე თუნდაც თქვენთან. ვისაუბროთ დღეს არსებულ პრობლემებზე, რომელიც გაცილებით უფრო მწვავეა ბატონზეად, გინდა მთელი ქვეყნის მასშტაბით, გინდა თბილისში. ეკონომიკური მდგომარეობა გაცილებით მწვავეა ბატონზეად. ადამიანები ღარიბდებიან ყოველდღურად, ზუსტად თუნდაც თბილისის ბიუჯეტის უყაიროთო ასე ვთქვათ ხარჯვის გამო. თუნდაც იმის გამო, რასაც ქამრების შემოჭერა დაარქვა გინდა ნარმანიამ და ასე ვთქვათ გინდა ცენტრალურმა მთავრობამ, როდესაც სულ 1.8 ლარი დაზოგა, ასე ვთქვათ ადმინისტრაციულ რესურსზე და მეორე 1.8 ლარი დახარჯა ახალი მეწარმეობის ცენტრის შექმნაზე, რომელსაც თურმე კონსულტაციები უნდა გაუწიოს ადამიანებს და ჩვენ თვლით და დღევანდელი ხელისუფლებას გაძლევს დახარჯვა რომ პირობას გაძლევს კონსულტაციებზე და ხელფასებზე პრიორიტეტულია და არა იაფის ესხი და მაგ თემაზე შეკითხვებს დაუსვამთ თქვენს ოპონენტებს ვინც ეს გააკეთა თქვენ ამას მე რატომ მეუბნებ დიახ მე არ მინდა რომ ვილაპარაკო დიახ მე არ მინდა რომ თქვენთან ვილაპარაკო დღევანდელი ხელისუფლების მინუსებზე იმიტომ რომ ვერ გაგცემთ ამაზე პასუხს მე პირობას გაძლევს ხართ რომ გამცეთ პასუხი ჩვენი ხელისუფლების მინუსებზე და რატომ ხართ მზად რომ გაცეთ პასუხი ამ ხელისუფლების არა ერთი წუთით რა ნუ ფუნქციებს ნუ მე მზად ვარ თქვენ დაგისვათ შეკითხვები თქვენი ხელისუფლების მინუსებზე თქვენი როგორც ოპოზიცია ამამად გამოხდა და უკვე ჩამოყალიბებული აზრი გაქვს ასეთი აზრი უნდა გქონდეთ ისევე როგორც და მაქვს ესეთი აზრი და რო იქნება აქ შეგიძლიათ თქვენ მე ვიცი რომ მოუწოდეთ კაცი ბრძანებით მაგრამ იქნება ეხლაც ნახოთ საიტებზე რაც დევსის გადაცემები როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები არიან და არ ვეფერები მათ და მომავალშიც ასე იქნება პირობას გაძლევთ და ამას პირობას გაძლევთ ჩვენი ფორმატი ჩვენი სათაური ჩვენი განსხვავების და ასე შემდეგ ასე რომ მე მაინტერესებს ძალიან მინდა რომ სწორად გამიგოთ ის მინუსები ანუ აქ ძირითადად ამოკლედ დამზავედენიაში ცუდ ამბებზე ვლაპარაკობ კარგ საქმეზე გაკეთებულ არ ვლაპარაკობ იყო კოორდინატორები იღებდნენ ხელფას ადამიანმა დარეკა მაინტერესებს ვიცი რომ ცუდი ამბავი აი მაგალითად სად ეხლა ლაპარაკია ტრამვაის აღდგენაზე ხო თქვენ მუშაობთ და ლაპარაკად დარჩება კარგი ხანს მე როგორც ვთქვა ძალიან ძვირი პროექტია და ეს არის აბსოლუტურად ობიექტური რომ ცოტა ხანი ისე მერიაში რომ მუშაობდე საბუთები თუ გინახავთ სად წავიდა მაგალითად ის ლეანდაგები ის სპილენძის მავთულები და ამ შემდეგ ინფრასტრუქტურა და არ მე გეკითხები წავა თქვით რომ პასუხებს გქონდა არ ვიცი რატომ არის იმიტომ რომ არ მეხებოდა მე და დიდი ალბათობით ეს თუ რა ქვია რამეში გამოყენებად იყო გამოიყენებდა თუ არა და აუქციონზე გაიყიდებოდა ან დასაწყობებულია სადმე სამი თეორიული ვარიანტი გვაქვს და ეხლა ვერ ვიმარჩიელებ იმიტომ რომ ამაზე ეს არის ძალიან კონკრეტული შეკითხვა ხომ არ დაინტერესდებოდით თქვა არ არის არ თulit რომ ეს არის ძალიან საინტერესო რამდენიმე ასეული კილომეტრი იყო ორივე ერთად მარტივია ბატონზეად მოვუწოდოთ დავით ნარმანიას
გამოიკვლოს ეს საკითხი და იქით აკვირაში გააკეთოს საზოგადოებას გაუკეთოს დასკვნა და მოხსენება. მინიშნებს ეს იყო ძალიან ძვირი ეს ყველაფერი და მე მაქვს ინფორმაცია. მაქვს ფოლადი და სადენებში კიდე სპილენზე. და მაქვს ინფორმაცია რომ რამდენიმე მილიონ დოლარზე იყო საუბარი და გაიყიდა და ბიუჯეტში შევიდა ძალიან ცოტა. თქვენ ეს ჩვენ ესეთი პრეტენზიები ბევრი მოვისმენთ. როგორც ეხან გითხარით, ჩემ მეზობლის ამბავი, შემდეგ ზუსტად გითხარით ჩემი ამბავი. ეხლაც აგარაგზე მაგ ხო ძალიან დაგესქვეშ პალი ქვია იმას რა. ხის ძველი, ეხა ბეტონის კეთდება. ის ძველი ეთქვა რუსეთიდან მოსული, არ ვიცი ქართულად რა ქვია, ამ ხისჯის ლისტვინიცას ეძახიან რუსულად, რომელიც ძალიან გამძლე, გაჟღენთლიანი და ნუ რაღაც 100 წლიანი ის აქვს რა. მე მაგალითად, როდესაც იქ იშლებოდა, ჩვეულებრივად მივედი, აი ესე ყოველგვარი მის გარეშე და იქ ვიღაც ტიპები რო იყვნენ, ვიყიდე 100 წალი, ესენი 5 მონეთად, 5 ლარად, წავიღე აგარაგზე და იქ თქვენ და მუშებს დაგერღვევიათ კანონი. კი, ვაღიარე, იმიტომ რომ სხვამაც იყიდა და მეც მივედი ვიღ. ანუ ის ბიუჯეტში არანაირად არ წავედი, ტიპმა აიღო და ჯიბეში ჩაიდო რა. იქ ვიღაცა თქვენი ხელისუფლების დანიშნულა პრარაბმა თუ ვიღაცა ეხლა რას მეუბნებთ მარტო მე მივედი და მარტო მე ვიყიდე? კი, ბატონო ზედ, ეს არის ძალიან კონკრეტული სამართალდამცველობა, რომელსაც რეაგირება დღესაც შეუძლიათ სამართალდამცველობამ. საუბარი არის დაბალ დონეზე, მუშის დონეზე. მე ხა მეორე მომენტზეც გაგემოხმარ. ბატონო რა მუშის დონეზე? მაგ დონეზე მივედი. შუა თბილისში მივიყვანე მანქანა, დავტვირთე 100 შპალი. ვიღაც ტიპმა გაუმართვა ფული და ჩაიდო ჯიბე. ყველაზე ბოლოს აყარეს იმას სანზონაში თუ გახსოვთ მთელ თბილისში რომ დასო ძალიან დიდხანს იყო აი ეს მეტრო რა ქვია მაღელის წინ აი ქუჩა დადიანის ქუჩა ქვია ხო მგონი დადიანზე დადიანი ქვია ხო და მე გაზონი რო გაკეთდა შუაში ხო ძალიან აი ეგ ყველაზე გვიანე იყო რა და გურამ მაკეთ გურამიშვილი ხო აი ყველაზე გვიან აი იმიტომ რომ ყველგან წერეთელზე დიღომში იქით მოსკოვის პროსპექტზე უკვე დასრულებული იყო მანდ იყო ძალიან სხვათა შორის აი საყვედურს რო ამობთ ახლა თუ გახსოვთ 3-4 წელი გამწარებული იყო მაგ ქუჩის მაცხოვრებელი, იმიტომ რომ თქვენ დროს კეთდებოდა ბატონზეა, როცა გაყვიდოდა კეთდებოდა, არაფერი არ იყო ბატონზეა. ნუ ვისაუბრებთ ამაზე, გზები იგებოდა თუ არ იგებოდა. თქვენ კარგად გემახსოვრებათ, რომ არც ერთი მე მგონი ცენტრალური ქუჩაც კი არ არსებობდა თბილისში. გზები, მაგრამ ძალიან იმ გზების უმეტესობა, აი მაგალითად ვინც ხშირად მოზარდებს და ალბათ თქვენს გიწევთ დასავლეთ საქართველოში, მე ძალიან ხშირად ის ეგრეთ წოდებული ავტობანი ძალიან ბევრ ადგილას უკვე არის დატალღული, რომელიც სააკაშვილმა დიდი პომპეზურად რო გახსნა და 30 წელს გაძლევთ გარანტიას. არ გასულა 30 წელი, 10 წელი გავიდა, ცოტა ნაკლები. უკვე ისევე თბილისის გზები. ის ორმოები, რომელსაც თქვენ დღეს ნორმალია საყვედრი და მეც ვაყვედრი რომ მიდი და რა ქვია ქართულად დალატვას. ბევრ ამას ვაყვედრი. ის მაინც კენი, მაგრამ თქვენი გაკეთებულია ის. კეთდებოდა და გაკეთებული გააჩერეს. თბილისზე თუ ვისაუბრებთ, ერთი ასევე მნიშვნელოვანი პროექტი, ხო შემოვლით რკინიგზის პროექტი. აქ შეგიძლიათ ჩვენს გაგვაკრიტიკოთ და ამიტომ ვსვამ საკითხს, ასე ვთქვა, ჩვენ არ გაგუჩერებია. როდესაც ეს ხელისუფლება მოვიდა 2012 წლის 1 ოქტომბერს და გააჩერა ეს პროექტი, თქვენს რომ ამ პროექტის, რომელზეც 200 მილიონი დოლარია უკვე დახარჯული და გეცოდიმა 12 ხიდი და 5 ახალი გვირაბია აშენებული და რომელიც და ეკონომიკასაც უშველის, საცობებსაც, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას. დიახ, ხო, მით უმეტეს, როცა რა ქვია, საუბრობთ მარცხენა სანაპიროზე, ხო, მთლიანად განტვირთავდა. გააჩერეს რა მოტივით იცით ბატონო ზვიად თქვენს რომ ეს პროექტი წამგებიანია რკინიგზისთვის, მაგრამ ჩვენ ამ პროექტს გავაგრძელებთ, ოღონდ შევცვლით პროექტს ისე, რომ რკინიგზისთვის ეს გახდეს მომგებიანი. მესამე წელი გადის ბატონო ზვიად და პროექტიც კი არ შეცვლილა. 3 წელიწადში ალბათ კოსმოდრომს დააპროექტებდა ნორმალური სახელმწიფო ასეთი ინტერესის და ფულის კონცეფტუაში. არათუ არსებული რკინიგზის პროექტის გადაკეთება. და როდესაც ესეთი პროექტების გაჩერებაზე ვსაუბრობთ, ისევე როგორც ეხა ახსენეთ, თუმცა სხვა კონტექსტში ახსენეთ, ასე ვთქვათ, გაგარინის ამოსასვლელი, ვებხვი და მოყმესძებთან, თქვათ, ხიდის შენებლობა, რომელიც დავით. მე თქვენ საკუთარ კონტექსტში ახსენეთ, ამიტომ ხიდის შენებლობა, რომელიც ის პრობლემა იყო. პრობლემა იყო კონკრეტულად სამტრედიის ქუჩის ქვემოთა კორპუსების მაცხოვრებლები არანაირ სურვილი არ აქვს, რომ ხიდი განმოდიდეს მათ აივანთან. მაგრამ ბატონ ზვიად, დავასრულოთ, ეს არ იყო ასე ვთქვათ, რაღაცა კატეგორიული თემა, რომელზეც მოსახლეობასთან საუბარი ასე ვთქვათ და ამ თემის მორიგება არ შეიძლება. 3000 ხელმოწერიანი წერიდეს მერიაში. ძალიან ბატონო, ეს ჩვენი გაკეთებული არავარ ინფორმირებული საერთოდ. ბოლო დეტალებამდე რო იყოთ ინფორმირებული, იცით ვინ დააწერინა ეს განცხადება მოქალაქეებს და ხელი მოაწერინა თვითონ თბილისის მერია. არავით არ მოოცემა. თბილისის მერია, იმიტომ რომ აზიის განვითარების ბანკის პროცედურებით სავალდებულო იყო, რომ ყველა პრეტენზია დაფიქსირდეს და მასზე მოხდეს ჯელობა და ასე ვთქვათ, საკითხის გადაწყვეტა. ამ მოტივით დაფიქსირდა და ჩვენ დავაფიქსირებინეთ. ჩვენ დავაფიქსირეთ და მე დაიკიდეთ? კი, არ დავიკიდეთ. ხელისუფლება შეიცვალა ამასობაში და დავით ამანიამ დაიკიდა, როგორც ინფრასტრუქტურის მინისტრმა.
ამასობაში ხელისუფლება შეიცვალათ ხო ბატონო 3000 პროტესტი თქვენ დააწერინეთ თქვენ მოწერა მერია ვიყავთ მაშინ ჩვენ და მაინც აპირებდით ხიდის აშენებას არა ვაპირებთ ამ ხალხთან მოლაპარაკება საშუალოს მაინც ვაპირებთ ამას აზიის განვითარების ბანკიც არ მოგცემს ხო ამის უფლებას მათი პროცედურებით საჭირო ადამიანი და იქ და დახვდათ პროტესტის წერილი 3000 ხელმოწერილი. მე კიდე სხვა რამე არგუმენტია. არა, არგუმენტი ეგ არ იყო. დავით ნარმანიას როგორც ministris და ამოიღეთ შემდგომ განცხადებები, არგუმენტი იყო, რომ ეს არისო ძვირიანი ხიდიო და მე შევქნი უფრო იაფი დიზაინის ხიდსო. 3 წელი გავიდა ბატონო ზვია და იაფი დიზაინის ხიდს შობს არ ვაკეთებ. შორიგზა მოიარე სახშფედო. ბატონო, თელი უმეტესობა ალბათ ამ ხელისუფლებს ზუსტად ეს არის, რომ ისინი თვლიან, რომ მათ პასუხისმგებლობა არ მოეთხოვება თუ არაფერს არ გააკეთებენ. და მე და თქვენ ორივემ ძალიან კარგად ვიცით, რომ არაფერს გაკეთება ყველაზე დიდი პასუხისმგებლობის საგანი შეიძლება გახდეს და ყველაზე მეტად ანგრევს ისე ვიმეორებ იმ შეკითხვას რომელიც წეგან დავსვი და ამ შემთხვევაში მართლა რიტორიკულად მაინც მგონია რომ ჯობს ცუდა არაფერი აკეთო ვიდრე ცუდად აკეთო მერაბი არის ეთერში თუ არის მერაბ აქ ხარ კი აქ ვარ მოგესალმები ზვიად მოგესალმები თქვენ სტუმარსაც მოგესალმებით ჩვენ დავასრულეთ საუბარი სამწუხაროდ არ გვეყოდრო ბატონ ირაკლის გაუკვირდა რომ 50 წუთიო მაგრამ ამდენი რა უნდა მაგრამ აღმოჩნდა რომ თურმე არ ყოფნის შენთან რა ხდება დღეს ну დღეს ჩვენ ბუნებრივია მთავრობაზე და გადადგომაზე და ახალ მინისტრებზე ვისაუბრებთ უпростоრად პრემიერ-მინისტრზე ვისაუბრებთ გადაცემაში მოკლედ ჩართვა რომელიც ინტერაქტიული შოუა ჩვენ დავსვამთ შეკითხვას თქვენი აზრით უნდა გამოიცვალოს თუ არა პრემიერ-მინისტრი ასეთ იქნება შეკითხვა და ნახოთ ჩვენი მაყურებელი და ჩვენი მსმენელი რას გვიპასუხებს შენ რას ფიქრობ ზვიად უნდა გამოიცვალოს თუ არა პრემიერ-მინისტრი ერთ კაცს ავადმყოფობა მოაგონებინეს მეორეს ის რომ ოჯახი მომენატრაო და მესამე ღამის 2 საათზე გადააყენეს და ესე იგი უნდა შეიცვალოს აბა რა უნდა ამდენი ალიაკოთი მაგიტო ატეხეს და ისე მე თუმცა პრემიერ-მინისტრი ამბობს რომ ის წასვლას არსად არ აპირებს მაგრამ ნახოთ ჩვენი მოსახლეობა რას ფიქრობს მის შესახებ კარგად მერაბ დიდი მადლობა კარგად